კლასში თითოეული მოსწავლე ორი უცხოენიდან ინგლისური, ფრანგული სწავლობს მინიმუმ ერთს. ამასთან ფრანგულ ენას სწავლობს კლასის 8 მოსწავლე, ინგლისურს 15. ამ პირობებში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი შეიძლება წარმოადგენდეს ამ კლასის მოსწავლეთა საერთო რაოდენობას? 15. შესაძლებელია, თუ კი წარმოვიდგენთ ისეთ სცენარს, როცა ინგლისურის შემსწავლელი სტუდენტები მოიცავს მთლიანად ფრანგულ ენას, ხო? ანუ ნახე 15 ადამიანი ხო სწავლობს ინგლისურს და ამ 15-ში შედის ის 8 ადამიანიც, რომელიც ფრანგულს სწავლობს. ანუ ცალკე არავინ სხვა არ სწავლობს ფრანგულს. დასაშვები. თანაკვეთის პირობებში შესაძლებელია მივიღოთ ჩვენ ისეთი შედეგი, როდესაც 20 ადამიანი გვეყოლება მთლიანად მოსწავლეთა საერთო რაოდენობა. ეს რომელი შემთხვევა? ნახე, ეს არის შემთხვევა, როდესაც მაგალითად, ესე იგი 15-ს დამატებული 8 არის 23, 23-ს გამოკლებული 20 არის 3, ანუ თუ 3 ადამიანი იქნება თანაკვეთაში, მხოლოდ ინგლისურში იქნება 12 და მხოლოდ 5 ადამიანი იქნება ფრანგულში. ასეთ შემთხვევაში სულ 20 ადამიანი ყავს და ეს პირობები სრულდება. და 23-ც რა თქმა უნდა შესაძლებელია, როცა ჩვენ გვაქვს თანაუკვეთი ორი წრე, ანუ ეს ჩვენი ინგლისური ენა და ფრანგული ენა, როცა ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირდება, ხო, საერთოდ არ კვეთს, ასეთ შემთხვევაშიც გვაქვს 23. ამიტომ სწორი პასუხი აქ გამოვა, რომ თითოეული არის შესაძლებელი.